ყველას გულით მოგესალმებით, აი სამშაბათიც მოვიდა და თქვენ ხვდებით კვლავ რადიო იმედის ეთერში, როგორც იცით, ჩვენ არა მარტო გვისმენთ, არამედ გვიყურებთ კიდეც პორტალებზე იმედიჯი და MyVideo-ჯი, ასევე ჩვენს Facebook-ის გვერდზე, ისევე როგორც მაგთის IP ტელევიზიის 53 არხს. გასაფრთხილო ნელა უკვე მოვიდა, ბიზნესიც მკვეთრად გააქტიურდა აი ამ აღდგომების დასვენების მერე და ჩვენ სტუდიაში მოვიწვიეთ მაია ტატულაშვილი, მას განსაკუთრებული წარდგენა არ ჭირდება, იმიტომ რომ ბევრმა იცის, ბევრმა ქართულ ბიზნესმენმა იცის, რომ მაია გახლავთ წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი დამფუძნებელი. მოგესალმებით მაია. მოგესალმებით. თავდაპირველად მინდა ვისაუბროთ იმის შესახებ, რატომ გადაწყვეტეთ ზოგადად წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია შეგექმნათ და რა იყო ამის ძირითადი საფუძველი, რის გამოც თქვენ გადაწყვეტეთ, რომ აი ამ ეს ასოციაცია ჩამოუყალიბდეთ. მოგესალმებით. საქართველოში ძალიან ბევრი ბიზნეს ასოციაცია არსებობს, დარგობრივი ბიზნეს ასოციაციები, კი, მაგრამ იდეა იყო ის, რომ გაგვერთიანებინა ყველა ეს დარგობრივი ბიზნესი ერთ სივრცეში და შეგვექმნა კარგი საკომუნიკაციო სივრცე, რომელიც იმუშავებდა ბიზნესების საჭიროებებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც მათ უდგიათ დღის წესრიგში. ამიტომ არის, რომ ჩვენი ასოციაცია ერთი კონკრეტული მიმართულებით არ მუშაობს და აკეთებს ძალიან კარგ კვლევებს იმასთან დაკავშირებით, რა გამოწვევების წინაშე დგას ბიზნესი, რა არის დაკვეთა და აქედან გამომდინარე უკვე ჩვენც გეგმავთ გარკვეულ აქტივობებს ხოლმე და ამიტომაც არის, რომ ასოციაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, რაღაცა გარკვეულ ერთ კონკრეტულ თემასთან არ ასოცირდება, ძალიან ბევრ მიმართულებასთან და დღესაც ახალი სიახლეების გასაჟღერებლადაც ავარ მოსული, რა თქმა უნდა, და მადლობა რომ მომეცით ამისი შესაძლებლობა, იმიტომ რომ ჩვენ ვაკვირდებით იმას, რა ჭირდება მათ და შესაბამისად. თქვენ საუბრობთ საჭიროებებზე და გამოწვევებზე. რა არის დღეს ბიზნესის საჭიროება საქართველოში? თქვენ ძალიან ბევრ ბიზნესში დასაქმებულ ადამიანთან გიწევთ ხოლმე შეხვედრები და რა არის ის საჭიროებები, რომელიც დღეს აქვს? და სხვა ეტაპზე სხვა საჭიროებები. აი აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის კომპანიებს შორის კომუნიკაცია, ანუ სივრცე, სადაც ეს ორგანიზაციები მოახდენენ ურთიერთობას, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ჩვენ B2B დახურულ შეხვედრებს, ბიზნეს ვახშმებს, რომელსაც ძალიან კარგი უკავშირი აქვს და სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რომ კომპანიები ამყარებენ უკვე საქმიანი ურთიერთობებს ერთმანეთთან და ვცდილობთ, რომ აი ასეთი შეხვედრების დროს სექტორები გავშალოთ და მხოლოდ ერთი კონკრეტული სექტორი არ იყოს ასეთ ბიზნეს ვახშამზე წარმოდგენილი და ამ ბიზნეს ვახშამზე სადღაც 50-დან 70-მდე კომპანიების დამფუძნებელი ან ტოპ მენეჯერი ესწრება ხოლმე. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, თუმცა ბიზნეს სამიტები რაც არ უნდა ვთქვათ, რომ შეიძლება წლები ეკეთდება საქართველოში, მაგრამ ბიზნეს სამიტებსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დღესაც, იმიტომ რომ ისეთი ცვლილებები და სიახლეები, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიოში, ასეთი სამიტები სწორედ რომ თავს უყრის და ჩვენი სამიტების დროსაც იყო ის, რომ ერთხელ საუბრობდით დაუშვათ ტექნოლოგიების გავლენაზე ბიზნესზე, თუმცა აი ბოლო ბიზნეს სამიტზე ჩვენ ვისაუბრეთ ხელოვნური ინტელექტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი არის დღეს. დიახ, ხელოვნური ინტელექტი არის ალბათ ჩვენი ბიზნესის მომავალი, არამედ საქართველოს, არამედ სოფლიოში, იმიტომ რომ მკვეთრად აუმჯობესებს იმ პროცესებს, რომელიც თითოეულ ბიზნესს აქვს. ერთ-ერთი საჭიროება აუცილებლად მინდა ვილაპარაკო ის, რომ ბოლო პერიოდში ვინც გადაცემაში მყოლია, თითქმის არ ყოფილა ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ესაუბროს იმის შესახებ, რომ მნიშვნელოვანია ქართულმა ბიზნესმა გაიხედოს საქართველოს ფარგლებს გარეთ და კონცენტრაცია გააკეთოს არა მარტო საქართველოზე, არამედ სხვა ქვეყნებზე. ამ ქვეყნების ჩამონათვალი სხვა განსაკუთრებით ქართველები ძირითადად ცენტრალური აზიის ქვეყნებში იმართებიან ხოლმე ბიზნეს საკეთებლად. ბოლო პერიოდში აღმოსავლეთის ქვეყნებიც ძალიან საინტერესო გახდა, გალფის ქვეყნები განსაკუთრებით. მცირე ნაწილი ასევე ევროპისკენაც იყურება. თქვენ რა მონაცემები გაქვთ ამ მიმართულებით, რამდენად ხედავს ქართული ბიზნესი უკვე მომავალს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ? ნახეთ, მე რო ვიკვლევდი ამ მიმართულებას, რომ გაგვეკეთებინა შეხვედრები უკვე ქვეყნის გარეთ, მაგალითად საფრანგეთში შევხვედრილი ყავით იქ არსებულ ბიზნესის ასოციაციებს, ეს რჩება ისევ დღის წესრიგში, აგრეთვე ამერიკაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა ქართველი ბიზნესებისთვის წარმოადგენს სწორედ გალფის ქვეყნები, არაბული ქვეყნები, რომლებშიც ძალიან დიდი ინვესტიციაა ჩადებული და დღეს გარკვეულწილად დეფიციტი დგება მათ სერვისების მიმწოდებლად
მასშტაბებელი კომპანიების მიმართებაში, იმიტომ რომ მათ უკვე ძალიან დიდი თანხა აქვს ჩადებული ტურიზმის განვითარებაში, დიდი თანხა აქვს მშენებლობის ნაწილში ჩადებული, ეს ინფრასტრუქტურა შედგენილია და ამ ინფრასტრუქტურაზე ზოგადად იქ არსებულ ადამიანებს უკვე ჭირდებათ სხვადასხვა სერვისები და მომსახურებები. რაც ქართველებს მე ვფიქრობ, რომ მომსახურების სფერო მეტნაკლებად გამოგვდის, იმიტომ რომ ხა წარმოებას დუბაიში ნაკლებად დაიწყებს ვიღაცა, ხო, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ამიტომ არის რომ ჩვენ გვინდა სწორედაც რომ ეხლა გაჩნდა ეს იდეა ამ არსებული ადამიანი რომელიც ჩაერთვება ჩვენთან ასოციაციასთან მიმართებაში იმაზე რომ შევძლოთ ბიზნეს სამიტები გადავიტანოთ უკვე წლის ბოლოსთვის დუბაიში, აგრეთვე მოვიკლოთ კატარში არსებული სიტუაციაც და იქ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ და სამიტები დაჯილდოებაც კი ბიზნესისა უკვე შევძლოთ და იყოს დუბაიში. და ჩვენ გვინდა რომ ვიცით ისედაც რომ ძალიან ბევრი ადამიანი დუბაიში მინიმუმ ტურისტულად მიდის, მაგრამ როდესაც ტურისტულადაც მიდიხარ და გახვედრე პარალელურად შენ საქმიანი ურთიერთობებისთვის იქ წარმოდგენილ უფლებამოსილ ადამიანებს, ვინც ბიზნესს ქმნიან და აკეთებენ და მოგეცემა იმის შესაძლებლობა, რომ პანელური დისკუსიების დროს, ბიზნეს სამიტების დროს გავეცნოთ იქ არსებულ სიტუაციას, შესაძლებლობას, სად შეგვიძლია, როგორ შეგვიძლია დავარეგისტრიროთ ბიზნესი, რა შეიძლება გავითვალისწინოთ და აგრეთვე ხა ძალიან კარგად არიან გათვითნობიერებული ხა ბიზნესის, ასე რომ ვთქვათ, რა ჭირდება იქაურებას, ხო? რაზეა მოთხოვნილება და გაიგონ ამის შესაძლებლობების შესახებ დღეს ყველაზე ძვირფასი არის ინფორმაცია, რომ იცოდეს შენ ბიზნესი იქნება ალტერნატივა აქვს სადღაც განვითარების და ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარა ბაზარი არის და ამიტომ არის რომ ცდილობენ რომ გავიდნენ ქვეყნის გარეთ. ეხლა წარმოება სერიოზული გამოწვევები აქვს ჩვენ ვიცით რომ ევროპაშიც კი გადის ქართული და ექსპორტზეც კი გვაქვს რაღაცა, მაგრამ ამით ხვდებით რომ ეს არ არის ჩვენი ძლიერი მხარე, ჩვენი ძლიერი მხარე ისე და ისევ ალბათ ისევ ის ჩვენი ტვინი და უნარები არის, რომელიც ქვეყნის გარეთ, ხო და იქ რაღაცა თან განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებს, რომელიც თქვენ ახსენეთ ემირატებიდან დაწყებული ნავთარული საუდის არაბეთი იქნება, თუ ყატარი იქნება, ძალიან დიდი მოთხოვნაა დღეს, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან ბევრია, საკუთრებული ქალაქების მშენებლობა არის და ამ ქვეყნებს აქვთ კონცეფციები, როგორ განვითარდება ინფრასტრუქტურა და როგორ შეიქმნება ახალი ჰაბი ამ მიმართულებით და თან საქართველოს ახლოს მდებარეობს ამ ქვეყნებთან 3 საათის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის რომ ძალიან სწრაფად მინიმალურ დროში შეგიძლია ჩახვიდე დუბაიში მით უმეტეს იმდენი სასტუმრო ემირატებში რამდენიმე ფრენა არსებობს თან თბილისიდან დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეგიძლია ემირატებში მოხვდა და მოსახლეობასაც რო ჩავხედოთ დუბაიში მართლა ვხედავთ რომ ცოტა სხვა კონტინგენტის საჭიროებას არის დუბაიში და პლუს დუბაის მთავარი სტრატეგია მისი განვითარების არის ბიზნეს ტურიზმის განვითარება. ამიტომ არის რომ აი ამაში ჩვენც რო ვიყოთ პირველები და დავიწყოთ ამ ყველაფრის კეთება და გავაღოთ ეს ფანჯარა ქართული ბიზნესებისთვის და არა მარტო მათ გადაიტანონ იქითკენ გარკვეული მომსახურებები, არამედ იქნებ შესაძლებლობა მივცეთ რომ ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში. ამას ჭირდება რა თქმა უნდა სხვა და სხვა მხარდაჭერა როგორც სამთავრობო დონეზე ისე ბიზნესების დონეზე და ჩართვაც უნდა იყოს ამაში ძალიან ასე რომ ვთქვათ სერიოზულად, ესე უბრალოდ არ გაკეთდება ეს საქმე, ამიტომ ამაზე უკვე დავიწყეთ მზადება. მაგრამ რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული ბიზნესი, თუნდაც აი ამ გლობალური ბაზრებისთვის. თქვენ ემირატები ახსენეთ, ყატარი ახსენეთ, სხვა ქვეყნები ახსენეთ. ზოგადად ქართული ბიზნესი რამდენად კონკურენტუნარიანია თქვენი დაკვირვებით, იმიტომ რომ თუ ჩვენ ავიღებთ თუნდაც დუბაის, რომელსაც თქვენ საუბრობდით, ძალიან დიდი აქვს კონკურენცია, იმიტომ რომ აქ თავს იყრის როგორც ევროპის, ისევე აზიის, ახლო აღმოსავლეთის ყველა აქ იყრის თავს. რამდენად კონკურენტუნარიანია სექტორების მიხედვით აქვს შანსი. მინიმუმ დასუფთავების სერვისები, სამედიცინო, ისეთი მომსახურების სფეროები, რომელსაც შეუძლია, რომ გაყვეს ამ მოთხოვნილებებს, ხო? ეს შესაძლებელი არის, მაგრამ ნახეთ სხვა სექტორში ჩვენ მშენებლობას ვერ ვასწავლით არაფერს. ნამდვილად ვერ ვასწავლით, იმიტომ რომ პრაქტიკაში აჩვენეს, რომ ამხელაც ათამჯენი ააშენეს, ხო? აი ისეთი სექტორები მინიმუმ გართობის მომსახურების სფეროები ძალიან აქტუალურია იქით, ხო? ივენთების ნაწილი, განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენ დაგეგმო ხა ელემენტარული რა ქვია, ესთეტიკის სამიტები იმართება, ესთეტიკური მიმართულებით და
ჩადის ძალიან ბევრი ადამიანი იქ, ხო? ხო შეიძლება რომ უფრო სხვა კონტინგენტი ჩავიყვანოთ, ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე და გამოვისმინოთ, როგორ შეიძლება აი მარკეტინგის მიმართულებით PR-ი როგორ მუშაობს და ეს საერთაშორისო გამოცდილებების ალბათ არის ისედაც, მაგრამ ჩვენი ხალხიც ჩავთოთ ამ იმაში და მოვასმინოთ იქ საერთაშორისო ასე რომ ვთქვათ, გამოცდილების მქონე სპიკერები მოვიწვიოთ და რაღაცას ცოტა სხვა თვალით შევახედოთ. საქართველოში გარკვეულწილად ხდება ესეთი პატარა, ასე რომ ვთქვათ, ჩამოყავთ სპიკერებიც, არსებული გამოცდილებაც ძალიან დიდია, მაგრამ როდესაც უფრო ცოტა სხვა მიმართულებით გადავდივართ, ვხედავთ, რომ ამაზე უფრო მოთხოვნილება არსებობს და მოდი გავიხედოთ უფრო ფართო ფანჯარაში, სადაც საიდანაც ფაქტიურად ახალი დღის წესრიგი დაიდო, ხო? ასე რომ ვთქვათ და ამხელა ინვესტიცია ჩავიდა დუბაიში და ამიტომ არის რომ ეს მნიშვნელოვანი იქნება, მე ვფიქრობ ძალიან ბევრი ქართველი დარწმუნებული ვარ რომ გადაწყვეტავს იქით საქმიანობას, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ რომ რაღაცა ქართული ბაზარი არასაკეთებს ესეც ძალიან ბევრს აკეთებს. ჩემი გამოცდილებაც უნდა გაგიზიაროთ სამ ხნის წინ საუდის არაბეთში მივიღე მონაწილეობა ერთ-ერთ გამოფენაში ერთ-ერთი ორგანიზაციიდან და ძალიან დიდი დაინტერესება იყო თვითონ საუდის არაბეთში მცხოვრები ბიზნესის მხრიდან საქართველოს, იმიტომ რომ საქართველო აღქმულია მათთვის ევროპულ განვითარებულ ქვეყანად, რომელსაც რაღაც ტიპის კომპეტენციები შეიძლება ჰქონდეს, რომელიც დაეხმარება არსებულ კომპეტენციებს კიდევ და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. სხვა მიმართულებები არის ხოლმე საინტერესო თქვენ იცით, რომ აი ეს ბაზრები ძირითადად დაკავებულები აქვთ აზიურ ქვეყნებს, იმიტომ რომ თუნდაც ჩინეთი, ინდოეთი ძალიან მკვეთრად იყიდებს ფეხს ამ მიმართულებით, ასევე მომსახურების სფეროში ყავთ ძალიან ბევრი დასაქმებული ფილიპინელები, ტაილანდი და სამუშაო ძალას იკრებს ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან და სხვა ქვეყნებიდან, ანუ სხვანაირად ვითარდება ზოგადად სიტუაცია და ქართველების როლი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ალბათ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია ინტელექტუალური შრომის ჩადებით წარმატებები მივაღწიოთ. ჩვენ ძალა ეგ არის. დიახ. იმიტომ რომ რაღაცა ამ ბოლო 30 წელს განმავლობაში ავად თუ კარგად რაღაცების კეთება უკვე ვისწავლეთ და მგონია რომ ეს კომპეტენციაც შეგვიძლია რომ რაღაცნაირად გადავცეთ. ანუ თქვენ თქვით რომ მოთხოვნა ქართული ბიზნესების მხრიდან ამ მიმართულებით მკვეთრად მკვეთრად გაიზარდა და აინტერესებთ. სფეროები ხო არ არის მაინც გამოყოფილი თქვენ თქვით სტუმართ მასპინძლობის სფერო, მომსახურების სფერო ძირითადად. მე ვფიქრობ, რომ უფრო აი ტურიზმის ნაწილში შეიძლება და განათლების ნაწილში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ასოციაციას ერთი ასეთი დიდი პროექტი შემოტანა გვინდა ბაზარზე, რომ ერთია რომ ვაერთიანებთ ბიზნესებს, მაგრამ მეორეა რომ გვინდა გავაერთიანოთ ფიზიკური პირებით ასოციაციაში და აი პირველ ეტაპზე სადღაც ვფიქრობ 1000-დან 5000 ადამიანი და რომ ვაკეთებდი ამის მოკვლევას, რომ რა შეიძლება შევთავაზოთ ადამიანებს, რომლებიც ასოციაციაში გაწევრიანებენ. ერთია რომ უნდათ სანაცნობო წრე, მეორე ტრენინგებზე ვფიქრობდით მასტერკლასებს განვიხილავთ, მაგრამ აღმოჩინე რომ და დავფიქრდი რომ ისეთი რაღაცა განსხვავებული რაც შეიძლება რომ მათ დაინტერესდეთ, აი ეს იქნება რომ მათი დუბაიში წაყვანა და ნახვა იქ ბიზნეს ტურის მოწყობა. კი, ბიზნეს ტურის მოწყობაც, რა შეიძლება რომ გააკეთონ, როგორ შეიძლება რომ რაღაცა შეიძლება დუბაიში გადავიდეს საცხოვრებლად, ხო? ანუ დაინახონ პერსპექტივები. არა მარტო საქართველოში, არამედ იქითკენაც რა შეიძლება რომ გააკეთონ და რა შეიძლება იყოს მათთვის საინტერესო. იმიტომ რომ ის რასაც ტურისტულად მარტო ტურისტულად ჩახოდა და ათვალიერებ, ამას ყველა ტურისტული კომპანია გაგიკეთებს, მაგრამ თავარი არის სანაცნობო წრეს სწორი ინფორმაცია იმ მიმართულებით, რომელიც ის ასე რომ ვთქვათ, კარიერულ განვითარებას მოემსახურება. ამიტომ არის რომ აი მოვიკვლიოთ ყველაფერი, რაც მათ კარიერულ დაუშვათ, ვის რა ინტერესები აქვს, სექტორების სხვადასხვა იქნება, ხო, ინტერესები სხვადასხვა ადამიანების და სწორედ აი ესეთი მათი ინტერესებიდან გამომდინარე დაინიშნოს უკვე სხვადასხვა ბიზნეს ამიტები. იქ შეხვედრები, რომ აი ვფიქრობთ, რომ ეს ერთ-ერთი კარგი პროექტი იქნება, არა მარტო ბიზნესებისთვის, არამედ კარიერული განვითარების მაძიებელი ადამიანებისთვისაც და ეხლა ქართულ ბაზარზე უკვე არსებობენ კომპანიები, რომლებიც სხვა წყაროების საშუალებით ცდილობენ ხოლმე
ქართულ სამუშაო ძალასთან კონტაქტი დაამყარონ, ქართველები რაღაცნაირად გადაიყვანონ ამ ქვეყნებში, რომელსაც თქვენ ახსენებთ კალთის ქვეყნებში, იმიტომ რომ ქართველების გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე ძალიან კარგად ერგება და სახალხო ანაზღაურებაც გაცილებით სხვა არის, ვიდრე საქართველოს რეალობაში მოცემული, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე ქართველი მუშაობს ამ ქვეყნებში და თან სასკოლო განათლებაც ყველაფერი ძირითადი ნაწილი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ბევრი ინგლისურენოვანი სკოლები ამ ქვეყნებში უკვე და შესაბამისად უფრო ადვილი ხდება ინტეგრაცია, ოჯახებით რელოკაცია. ძალიან საინტერესოა. რამდენად თქვენ ერთი ჩვენ საუბრობთ ქართული სამუშაო ძალის გადინებაზე საქართველოსთან და მეორე თქვენ ქართულ ბიზნესთან გაქვთ კონტაქტი. რამდენად აქტუალურია დღეს ქართულ ბიზნესში პერსონალის პრობლემები. ერთი კი რომ ქართველები გაედინებიან საზოგადოებას, მაგრამ რა ხდება ქართულ დასაქმების ბაზარზე? აი აქ სერიოზული გამოწვევებია, სწორედ ამისთვის გვაქვს ჩვენ ეს მასტერკლასები შემოტანილი, მათი განათლებისთვის მხარდაჭერის პროექტები შემოგვაქვს, რომ და როგორი საკითხებით დავიწყეთ, იცით, ანუ თემების ასე რომ ვთქვათ, წინ წამოწევა, ეს არის გუნდურობა, мотиваცია, სტრესის მართვა, რომ პიროვნული განვითარება, პარალელურად აი რაზეც ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა კიდევ დგას გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბება, ალბათ ძალიან ბევრ სამსახურში და კომუნიკაციის პრობლემა, მომსახურე პერსონალი, რომელიც ხვდება მომხმარებელს, როგორ უნდა მოახდინოს კომუნიკაცია მომხმარებელთან. ხომ არ შეიცვალა ზოგადად ბაზრის სტრუქტურა თქვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, გულისხმობ იმას, რომ შეიცვალა ზოგადად მომხმარებლის მოთხოვნებით შეიცვალა დასაქმებული ადამიანის. ალბათ უფრო პრეტენზიული გახდა, შეიძლება უფრო გაცნობიერდა მომხმარებელი. თუ დაახლოებით 10-15 წლის წინ სუპერმარკეტში კონსულტანტს ითხოვდით, დღეს მგონია რომ აღარავინ ითხოვს კონსულტანტს, იმიტომ რომ ადამიანებს გაერკვნენ რაღაც პროცესებში, როგორ იყიდონ ესეთ პროდუქტებს, შესაბამისად ეს რაღაცაც შეიცვალა და რა კომპეტენციებია დღეს ბაზარზე მოთხოვნადი? ყველა ამბობს, რომ აი ბაზარს რო შევხედავთ, ძალიან ბევრი ადამიანი არის სამსახურის მაძიებელი, მაგრამ კომპეტენციის ნაწილში რო ყველა ამბობს, რომ ჩვენ კი მოდიან ადამიანები, მაგრამ უნარები არ აქვთ და არ შეუძლიათ, რომ კარგად მართონ ის საქმე, რასაც კომპანიას აქვს მოთხოვნილება, ეს უნარები აი ამაში ამ საკითხს ყველა აღიარებს. ეს არის სერიოზული გამოწვევა და ჩვენ ვხედავთ კიდევაც, რომ აი როდესაც დავიწყეთ ეს აქტივობების დანერგვა და ეს კრიზისი შეიქმნა პოლიტიკური ქვეყანაში, ვთქვი, რომ კომპანია, რომელიც ყველაზე მეტად იქნება აქტიური, რომელსაც ყველაზე მეტად ეყოლება აი ესეთი კარგი თანამშრომლები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ კომპანია კარგად წარადგინონ იგივე გაყიდვების კუთხით, ანუ პოზიციონირების ნაწილში და კარგი ინტელექტუალური რესურსი აქვს, ის კომპანია აუცილებლად გადარჩება და ძალიან ანუ კარგად იქნება. თუმცა ეს კრიზისი დაალაგდა, ისედაც ვატყობთ, რაღაც პერიოდი იყო, რომ სერიოზულად ვერ იგებდნენ კომპანიები რა გაეკეთებინათ, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში ჩანს, რომ აი ესეთი კომპეტენტური ადამიანები, რომელ კომპანიაშიც ბევრია თამოყრილი, ის კომპანია გაცილებით წინ არის და რომელიც ზრუნავს თავის თანამშრომლებზე, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებლად აღსანიშნავი. იმიტომ რომ რეალურად წარმატებას ქმნიან ადამიანები. შესაძლებელია რაღაც სისტემები გქონდეს, მაგრამ აი ამ სისტემის ყოველთვის ჭირდება ხოლმე ადამიანები. თუ არ გეყოლება ადამიანები, რომლებიც რაღაცა ტიპის წარმატებას შექმნიან, შენ ბიზნესი ვერ იქნება წარმატებული, იმიტომ რომ წარმატებას ადამიანების ჯგუფი, გუნდი ქმნის და ადამიანებზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი მისია არის ბიზნესის. და мотиваცია ამ ადამიანების და ჩვენ რაღაც ახალი პლატფორმების ნაწილზე როდესაც მუშაობდით, ადამიანებს უყვართ აღიარება. აი ეს არის ერთ-ერთი ის, რომ გვინდა რომ წარმატების ისტორიების შესახებ, ანუ გამოვიშვათ ჟურნალი, სადაც შეიძლება Forbes-ი არა, მაგრამ ქართველი მენეჯერებისთვის, რომლებიც არიან ამის მცდელობა ისტორიაში რამდენჯერმე იყო და გვახსოვს ასეთი. კი, მაგრამ ნახეთ, აი ჩვენ გვინდა ადამიანები, რომლებიც ჩვენი წევრებიც იქნებიან, შევთავაზოთ ეს პლატფორმა, რომ აი ესეთი შეხვედრების დროს მათ შესახებ, ასე რომ ვთქვათ, მენეჯერებმა როგორ გაიარეს გზა წარუმატებლობიდან წარმატებისკენ. ანუ ჩვენი აი სლოგანი და ზოგადად ეს სტატიები
იქნება აწყობილი წარუმატებლობიდან წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. არ არსებობს რომ ყველა უცებ წარმატებული გახდა, ან ყველა უცებ თავისი თავი იპოვნა. გამოვიდა ყველას. ხო, ყველაფერი რაღაცა კარგად იყო, არა, ყველას ჰქონდა აუცილებლად გარკვეული წარუმატებლობები, რის შედეგადაც უკვე მერე ამ ყველაფრის შემდეგ ეს ადამიანი არის იქ, სადაც დღეს ვიცნობთ, რომ არის, შეიძლება არც იცნობდნენ და არა და ამ დროს ძალიან კარგი წარმატებული პროფესიონალია. ასე რომ ვთქვათ, ამით გვინდა რომ პირიქით სტიმულირება გავაკეთოთ, აი ესეთი აქვია ადამიანების ისტორიების და ფორმატის დანერგვას ფიქრობთ აი ესეთი. იქნება ბეჭდური სახით იქნება ჟურნალი და ფიქრობთ რომ ორ თვეში ერთხელ, როდესაც ესეთი ნეტვორკ სივრცეებში შეხვედრები გვექნება დახურული, ამ დროს წარვადგინოთ ხოლმე, იქნება ოღონდ მენეჯერებისთვის, ტოპ მენეჯერების შეხვედრები თალკე გვექნება, მაგრამ კომპანიების დამფუძნებლების მაინც თალკე გავიტანეთ ასოციაციამ, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების საკომუნიკაციო ნაწილი თალკე იქნება, მაგრამ კომპანიებში დასაქმებული ადამიანებისთვის, რომელსაც ჩვენ ვაიგნორებდით და ჩვენი პლატფორმა ამათი არ ითვალისწინებდა, მივხვდით რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც სურთ გაიცნონ სხვა ადამიანები, მოისმინონ ესეთი ტიპის შეხვედრებზე მოხვდნენ, თქვით რომ ეს უნდა გავხსნათ. ამ მიმართულებითაც ჩვენი ალბათ დაჯილდოება, რომელიც თქვენც ახსენეთ, ბიზნეს დაჯილდოება, სწორედ ამ მისიას ემსახურება. აღიარებას. დიახ, აღიარებას, რომ ადამიანები აღიაროთ, რომ რაღაცა დაარგში თუ მიმართულებაში წვივის შეტანის გამო ეს ორგანიზაციები შემდგომში რომელსაც ადამიანები ქმნიან, უფრო მოტივირებულები იყვნენ კიდევ ახალი პროექტები წარდგნენ. რამდენად ხშირია ხოლმე ახალი პროდუქტები, ახალი პროექტები დღეს ქართულ ბიზნესში. თქვენი წევრები, ასოციაციის წევრები ბევრი წუწუნებს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გაყიდვების დაკარგვით, ან ყოველთვის არის. ტურიზმის სექტორშიც არის, წარმოების სექტორშიც არის, ყველა სექტორში არის გარკვეული ყრყევები სამშენებლო სექტორშიც, მით უმეტეს ეხლა როგორც კი რაღაცა იცვლება, ეს ყველაფერი ახდენს გავლენას. მაგრამ ნახეთ, ჩვენ რაც ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ახალი ბიზნესიც შემოდის საქართველოში, იმიტომ რომ ჯერ მარტო ტექნოლოგიების მხრივ იმდენად სხვადასხვა რაღაცას გთავაზობენ კომპანიები და შემოდიან ქართულ ბაზარზე და იწყებენ ოპერირებას, რომ რომელიც გინდა არ გინდა, უნდა იცოდე ამის შესახებ, რომ შეიძლება ერთი პროგრამა დაანერგო და გაამარტივოს შენი საქმიანობა, ძალიან გაამარტივოს, ხო? ეხლა მით უმეტეს HR რეკრუტინგიდან დაწყებული ძალიან ბევრი ხელოვნური ინტელექტის ჩართულობით სხვადასხვა პროგრამები იქმნება აი ამ მართვასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება პროცესი, ბიზნეს პროცესი უფრო აი ამ პროგრამის და ტექნოლოგიების მეშვეობით უფრო სწრაფად მართოთ და კომუნიკაცია მომხმარებელთან უფრო ძალიან ისე კარგად გქონდეს, ხო? ამიტომ არის რომ ძალიან ბევრი პროცესი მიყვება ამ ყველაფერს. ეხლა ჩვენი ასოციაციაში პარტნიორი არის, რომელიც საქართველოს პირველი ვენჩერული ფონდი იყო და რომელიც სამიტებზე ყოველთვის იყო წარმოდგენილი ეს ორგანიზაცია და ამიტომ არის აი ამ ცვლილებების შესახებ თუ ჩვენ ხშირად ვისაუბრებთ, ვინ იყენებს, როგორ იყენებს, როგორ გაუმარტივდა ბიზნეს პროცესები, ეს არის ძალიან კარგი და ამიტომ არის რომ ყოველთვის ვცდილობ კვლევითი ორგანიზაციებიც კიდენ ნებისმიერი რაც კი შემოდის საქართველოში, ყველა იყოს ჩართული ჩვენთან და მივცეთ შესაძლებლობა რომ ამ ორგანიზაციებმა უკვე ჩვენი ძალიან კარგი ინიციატივაა და ბოლოსკენ მინდა გადავიდე. რა გაქვთ სამომავლო გეგმები? რას ფიქრობთ, რომ მომავალში საინტერესო იქნება ქართული ბიზნესისთვის და რა შეუწყობს მათ წარმატებას კიდევ ხელს? აი, თავარი მონახაზი რაც არის, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ისე და ისე დავეხმაროთ, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში, ასევე ინვესტიციების შემოტანის ნაწილშიც, რომ აი საკომუნიკაციო სივრცე გავშალოთ და გავიყვანოთ, არა მარტო საქართველოში იყოს ეს ძლიერად სხვადასხვა ბიზნესებს შორის, არამედ გავიტაროთ ქვეყნის გარეთ და ამაში გვინდა რომ ძალიან ისე აქტიურად ჩავერთო და ვფიქრობ, რომ თუ კი რამე ბიზნეს წარმატებას მოუტანს, რა თქმა უნდა, ისევ საერთაშორისო აი ესეთი კარგი ურთიერთობები. მე მინდა ბევრი წარმატება გისურვოთ თქვენს და რა თქმა უნდა თქვენი თამადობით ქართულ ბიზნესსაც, იმიტომ რომ ქართული ბიზნესი დღეს ძალიან საჭიროებს დახმარებას იმისთვის, რომ ის მიღწევი, რომ საქართველოს გვაქვს, საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ და ის კაპიტალი, რომელიც მთელ მსოფლიოში ტრიალებს, რაც შეიძლება მაქსიმალურად შემოვიდანოთ საქართველოში,
მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად წარმატებული, ფინანსურად უფრო მეტად გაძლიერებული, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში ნაშოვნი ფული საქართველოში შემოტანა და საქართველოში წამოღება იქნება კიდევ ერთი დიდი საშუალო საქმე, რაც ჩვენ ქვეყანას და ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს კიდევ უფრო მეტად გამოადგება, იმიტომ რომ ასე ავაშენებ ჩვენ ძლიერ ქვეყანას ფინანსურად. განათლებული ადამიანებით. მე კი უნდა გითხრათ, რომ დღეს სამწუხაროდ ჩვენი საერთოდ რა ამოიწურა წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია ტატულაშვილი იყო ჩვენი დღევანდელი გაცემის სტუმარი. დღეს ვსაუბრობთ ქართული ბიზნესის გამოწვევებზე და იმ გეგმებზე, რომელიც წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციას აქვს. ჩვენი გაცემა დასრულებულია, ერთმანეთს შეხვდებით შემდეგ სამშაბათს დროებით.